მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად? ძალიან მომენატრეთ ჩემო კარგებო, ძალიან მიყვარხართ, გაფასებთ, აი უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, იმ ერთი ლაიქისთვის, იმ კომენტარისთვის, იმ თბილი სიტყვებისთვის და ყველაზე მთავარი ყოველდღიურად პირადში რამდენ მადლობასაც ვიღებ. ძალიან დიდი მადლობა, განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს, მამაკაცებს, ქალბატონებს, რომლებიც არც მადლიერებას იშურებენ, არც თბილ სიტყვას და მაქსიმალურად ცდილობენ ხოლმე, რომ აი არ ვიცი, როგორ გითხრათ, როგორც არ უნდა ვთქვათ, ან ცოცხალზე ხა მეც ადამიანი ვარ, ხო, რაღაც გამორიცხულია პირიქით, აი ცდილობენ ხოლმე თქვენ სულ მეუბნებიან პირიქით, თქვენ სულ გვერდში გვიდგახართ და ეხლა, როდესაც თქვენ რაღაცნაირად მოწყენილი ან თუნდაც ხმაში შემატყობენ ხოლმე, ისე მიკვირს, როგორ მატყობენ ხმაში, ალბათ არ ვიცი, ეს ენერგიებით გრძნობენ, ხო? ამიტომ აი არ ვიცი, გიждდებით ან საიდან სად, ხო? ამ ხელა კილომეტრებით დაშორებულები, იქიდანაც კი გრძნობენ ხოლმე, თუ ხმაში ცოტა ან დაღლილი ვარ, ხო? მეც ადამიანი ვარ, სამსახურის მერე წმენდები, კონსულტაციები, ტაროს მოსწავლეები და ფაქტიურად 2-3 საათი არ მძინავს ღამე. და როდესაც მათი SMS-ები მხვდება ხოლმე, გინდაც აქ ყოფები ზოგადად უბრალოდ ხა იმიგრანტებზე, იმიტომ ამახვილებ ყურადღებას, რომ მაშინვე გრძნობენ, მაშინვე ხვდებიან ხოლმე და მართლა მაუცებენ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო და აი არ ვიცი, ყველაზე მთავარი რა არის, იცით რა მომწონს, აი ესე რომ მომყვებით, განსაკუთრებით მამაკაცები, კაი, ქალები კი ბატონო, ქალბატონები ისედაც ხო, დაჯერების თემაში იდეალურად, მაგრამ აი მამაკაცები ძალიან და მე მომწონს ეს, რომ იაზრებენ, იგებენ, რა რჩევასაც ეუბნები, იმასაც იაზრებენ და ხვდებიან რა არის სწორი, რა არის არასწორი, ამიტომ ისევ თქვენთვის ხო, რა ენერგიასაც ხარჯავ ისევ, იმიტომ რომ თქვენ ბევრად უკეთესად იყოთ და რა თქმა უნდა შედეგები გვაქვს ძალიან კარგი, აი მართლა საოცარი. ამაზე არც მინდა მივთვლი, რომ ვიდეოთი არც არის საჭირო, თვითონვე მწერენ, რომ აი თეკო და დღეს ძალიან კარგად ვარ და ნუ აი ვთქვათ წმენდებს რომ ვიწყებთ ხოლმე, ზოგადად არის ეგ პერიოდი, რომ ცოტა ტკივილი იცის, სახსრების რა პერიოდულად კი, იმიტომ რომ ნეგატივი გარეთ უნდა გამოვიდეს, მიხვდით, თავის ტკივილი იცის. ამიტომ ესეა საჭირო, ნეგატივი უნდა გამოვიდეს ის დაგროვილი, რაც არის როგორც ტალახი, ხო, ასე ვთქვათ, მე რომ მეწყერად იქცევა, ასე ვთქვათ, აი დაახლოებით რო ვთქვათ რა, აი როგორ ახსნათ წვიმისგან, ხო, დაგროვილი ტალახი და მე რომ ასე ვთქვათ, მეწყერად იქცევა. მოკლედ, აი დაახლოებით ასე არის ადამიანის ტვინიც, რომელიც ივსება ასეთი სიბინძურით და ნეგატივით სამწუხაროდ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა ჩემს ვიდეოებს ბოლოს და რა თქმა უნდა, რომ მე უმეტესობა რა თქმა უნდა გადმოვიდა პირად კონსულტაციაში და ეს ისწრებდა და სწორადაც მოიქცნენ, იმიტომ რომ მე პირადში მწერდნენ, რომ აბა ჯობია მე გადავდგა, ნაბიჯი არ გადავდგა. არა, ეს არ ხდება პირადში, იმიტომ რომ ეს ახლა საჯაროა ჩემოკარგებოდა. ეხლა მე რა გავიგო, ხო? 1000 კაცი უყურებს და 1500 და 2000 და ეხლა თქვენი ენერგია ერთი ადამიანის სხვა არის, სადრო თქვენ გიშლით და კონკრეტულად იმ ადამიანის სახელს ვახსენებ გაშლის დროს, ხო? მუშაობ 2 დასტით და დრო მჭირდება დაახლოებით 10 საათნახევარი. ასე რომ მოკლედ, WhatsApp-ი, Viber-ზე მწერ, Telegram-ი გავაუქმე და ვიდეოს ბოლოშიც არის ხოლმე ტელეფონის ნომერი და შეგიძლიათ იქ მომწეროთ. მოკლედ, დღევანდელი გაშლა ყველაზე საინტერესო, მე ვფიქრობ, აი ამ ეტაპზე ეს არის, როგორ არის თქვენოთ. ძალიან საინტერესო, აუცილებლად 2 დასტით ვშლი, ოღონდ პირველი 3 არკანით მე ამომაქვს ურთიერთობის სიგნიფიკაცია, ვის ეხება ეს. ხო, ვიცოდეთ, ღირს თუ არა ყურება იქნება, არ ღირს და ასკროლოთ. თუ ჩემი საუბარი მოგწონთ, კი ბატონო, და რჩევების სახით რასაც ვიძლევი, კი ბატონო, უყურეთ. შემდგომ კონკრეტულად ეხლა ამ წუთას, აი ეხლა, აი ამ მოწყენილზე, აი ამ შეწუხებულზე ხა ამ გაშლას უყურებენ რეალური ფიქრები, ჯერ თქვა, მოიცადეთ. უნდა უყუროთ ეხლა, სადაც ურთიერთობა შეჩერებულია და სტაგნაციაში. ხა ერთად რო ხართ, რატო უნდა უყუროთ, როგორ არის უთქვენოთ, აზრი არ აქვს, ხო? ამიტომ ეს ბუნებრივია, ფაქტია, სიტუაცია ისეთი, რომ როგორ არის უთქვენოთ, ეხებათ იმ ადამიანებს, სადაც ურთიერთობა შეჩერებულია და გაჩერებულია და ვერ გაუგიათ რა მოხდა. შემდგომ მესამე 3 არკანით, როგორ არის უთქვენოთ,
და შემდგომ. ბოლო რას მოიმოქმედებს ძალიან საინტერესო ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება და ყველაზე მთავარი ჩემი ძირფასება აი მესამე პირებზე მქონე ძალიან ბევრი კითხვა და ზოგადად მათზე უფრო ძალიან ბევრი მიკავშირდება მოკლედ კი. მესამე პირი სავალდებულო არ არის კონკრეტულად ვიღაც ქალი ან გოგო იყოს ან კაცი, ბიჭი. შეიძლება იყოს დედაც, შეიძლება იყოს ნათესავიც, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს. ურთიერთობაში მამაკაცის ტვინი, როდესაც არის ჩაკეტილი, აი ნახეთ ურთიერთობა რო კარგად დაიწყო და მე რო უცბად შეიკეტა, აუცილებელია ამ დროს ლოცვები, აუცილებელია ტვინის გახსნა და წმენდა. აქ არაფერ შუაში არ არის მაგია, ზოგს გონია მაგია, არაფერ შუაში არ არის მაგია, ჩემი ძვირფასებო, მაგია რო შემეძლოს, რა ვიცი, მართლა ეს რაღაცა ჩვენი ქვეყნისთვის მაინც გავაკეთებდი სასკეთოს, მაგრამ არ არის ეგრე. ამიტომ უბრალოდ ვეხმარებით ადამიანს ახლა ხუმრობით, მაგრამ ვეხმარებით ადამიანს ხუმრობით ის ბოდიშით ანუ სიტუაცია დაალაგდეს, ტვინი დაუსუფთავდეს, მდგომარეობიდან გამოვიდეს ნელ-ნელა, ამიტომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, ეს იმ ადამიანებს, ვისაც კითხვები აქვს. ეხლა მეორე დასტასაც დავალაგებ, როგორც მე ვმუშაობ, ზუსტად ისე რა თქმა უნდა, ეხლა იქ კითხვები ბევრია ხოლმე პირადში. და ვისეხებ ეს სიტუაცია, ეხლა ამოვიღებ სიგნიფიკაციას და სად არის ესეთი გაჩერებული და სიტუაცია არის გაჩერებული, კი ბატონო, ეხლა სხვას არ ცველოდი, ხო? ვისეხება ეხლა ვნახოთ ჯერ, კი ბატონო და არა მარტო გაჩერებული. ესეც ჩვენი დასტის ფონი რაღაცა ზოგი ახალ სიტუაციას დაიწყებს, არ არის გამორიცხული, რომ აი ეს დროებითი სტაგნაცია, დროებითი შეჩერება, ვისეხება ეს სიტუაცია და აგერ შეხედეთ რა მდგომარეობაშია და რა ხდება. მარტო მესამე პირები კი არა, აქ ისეთ სიტუაციამდეა მისული ადამიანი, მე არ ვიცი აქ რა ეშველება როგორ და რანაირად ფაქტიურად ურთიერთობა თითქმის დასასრულის პირას არის. რა თქმა უნდა, გამოსწორებადია ყველაფერი, ყველაფერს ეშველება, რო ტირილით წერენ ხოლმე, სულ ამას ოგნები, ყველაფერს ეშველება, არის ნერვიულად, უბრალოდ. ჩემო ძვირფასებო, ეხლა რასაც უყურებ, ილუზიებში, ერთმანეთის ფიქრებში, ერთმანეთის სიტუაციებში, ნახეთ, რო გვახსენდება ერთად გატარებული მდგომარეობა, ერთად გატარებული ლამაზი საღამოები, ასევე რა თქმა უნდა არ გამოურიცხავ, აქ არის სექსუალური სიტუაციები, საოცარი ღამეები, საოცარი წუთები და საოცარი შეგრძნებები სამწუხაროდ გადავედით გაჩერებულ, შეჩერებულ და არა მარტო შეჩერებულ. აი აქ ისეთი გაბრაზებულები, აქ ისეთი ნერვებისგან დამძიმებული მდგომარეობას ვუყურებ, ეხლა აქ რაც ხდება ჩემო ძვირფასებო, რომ არ ვიცი ხა ამას რა ეშველება, რა თქმა უნდა ვნახავ მე ყველაფერს, მაგრამ სიტუაცია, სიგნიფიკაცია შეგიძლიათ გააგრძელოთ იმ ატყურება, ვისაც ის კიხებათ. გაჩერებული მდგომარეობა, შეჩერებული მდგომარეობა, სამწუხაროდ ერთმანეთს არ მოვეკეცთ კარგად და ყველაზე მთავარი პირად გაშლებშიც იგივე ზეუბნები, რადგან მეორე პარტნიორი არ ისმის, იმას არ ნიშნავს, რომ მე რაიმე ცუდი ვისაუბრო მასზე. არა, ჩემო ძვირფასებო, პირიქით. შეიძლება თქვენ უფრო გაგამტყუნოთ, ვიდრე ის. ამიტომ ეხლა ყველაზე მთავარი მე რასაც ყურებ, აქ არ არის კარგი სიტუაცია, ორივე ტირი ხართ, ორივეს აი საერთოდ არ გძინავთ ღამე. არც ერთს არ გძინავთ ღამე, არ ვიცი გამთენიას თუ დაგეძინება ცოტა ხანი მერე ისევ გამოფხიზდებით მერე და დამძიმებულები იღვიძებთ, ჩემო კარგებო. ძალიან დამძიმებულები და მარტო სასოწარკვეთა კიდე სხვა რამე აქ არის გულირდა გონება ერთად როა დამძიმებული სამწუხაროდ. მაგრამ აქ როგორც ხედავ, ვიღაცას ახლიდან უნდა სიტუაციის დაწყება, არიან ადამიანები, რომ კი ბატონო არ გამოურიცხავ, რომ რაღაც ახალი დაიწყოს, მაგრამ მე ჯერ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ფაქტია სიტუაცია ჯერჯერობით შეჩერებულია. ეხლა მე მინდა ვნახოთ მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით, როგორ ენატრებით და რო ენატრებით, ნახეთ, ხო ენატრებით. თან თქვენ ზარს და მესიჯს ელოდება, კიდევ იმეორებ ეხლა წეღან და კომენტარში დამიწერეს, მივწერო. არაფერი არ უნდა მიწეროთ, სანამ პირადი კონსულტაცია არ გვექნება, ჩემო ძვირფასებო, ეს არის საჯარო გაშლა. ყველაზე არ რეზონირდება, ამიტომ თავს უნდა იმცირებთ, მე თუ არ ვიცი სიტუაცია.
სიტუაცია თუ ვიცი მქონია შემთხვევა ეხლავე ადექი და როგორც კი გავთიშავ დასრულდება კონსულტაცია თქვენ დაურეკეთ თუ მithქვამს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ სიტუაცია რომ იმის მიხედვით გითხრათ დაურეკოთ თუ არ დაურეკოთ, მიწეროთ თუ არა და ჩემო ძვირფასებო ძალიან გაბრაზებული მამაკაცი, ძალიან გაფსიხებული, არ ვიცი, გაყინულ ენერგიებში გადასული, საოცარი გრძნობებიდან, აი მზიდან გადავიდა, საოცარი თბოდან გადავიდა საოცარ სიცივეში და ვარსკვლავის არკანით მე ვერ მოგატყობთ, რომ ამ ადამიანს არ ენატრებით, რა თქმა უნდა, ენატრებით ჩემო ძვირფასებო, მისი ენერგიები მაჩვენებს, რომ ენატრებით, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დიდი აი როგორ გითხრათ, დაპირისპირება მოხდა, აი როგორც ომი, ბრძოლა წაგეთ, თორე ომი ჯერ წინ არის, მიხვდით, ოღონდ ომი კარგი გაგებით მინდა გაიგოთ, იმიტომ რომ აქ არ გამოვრიცხავ, აქ იმხელა გრძნობა იყო, პლუს ამას სექსუალური თანაცხოვრების სიტუაციები, რომ ეს ადამიანი ისე მარტივად შეგეშვათ არ მგონია. ნახოთ, როგორ არის თქვენოთ ყველაზე მთავარი. როგორი შეშინებული, ეხა იცით რას ფიქრობს ეს? მე მგონი დავკარგე და ეს არის ზუსტად ამას ფიქრობს, ძალიან ცუდად არის. როგორ ენატრებით, როგორ კარგად ვიყავი, როგორ მშვენივრად ვიყავი, როგორი ბედნიერი ვიყავი და როგორ გადავედი აი ესეთ მდგომარეობაში, ნეტა როგორ აღმოჩნდიო ფიქრობს. და ეხლა ნახეთ რა დაიწყო, ეხლა გავიდა რამდენიმე პერიოდი, ალბათ ერთი კვირა, ორი კვირა კონტაქტი არ გქონიათ რამე კინათოები და ეხლა იცით რის შიშები დაიწყო, მე მგონი ვკარგავ, იმიტომ რომ თქვენც აღარ წერთ, აღარც ის, ხო ხვდებით რა სიტუაცია. ნახოთ კიდე აუცილებლად ორჯერ კიდე დავუსვამ ამ შეკითხვას, როგორ არის თქვენოთ. როგორ არის თქვენოთ. აი მე რამ ხელა ძალას აძლევდით, ამან რაღაცა გადაწყვეტილება არ მიიღეთ, გადაწყვეტილებას არ ვიცი, კი გაბრაზებულია, მაგრამ როგორ არის თქვენოთ. ჩემი ქურუმი მენატრებაო, აი გული მიგრძნობდა, მაგრამ არ მინდოდა რომ მეთქვა, მაგრამ ეს გაშლა ეხება ქალბატონებს დაოჯახებული, რომელიც კი ბატონო დაშორებულია და ნუ ამბით შეიძლება არ ცოლი ყავს, არზე ხო ხვდებით როგორი ურთიერთობაზეა საუბარი. გინდაც მამაკაცები, ვინც მიყურებთ, საპირისპიროდ უნდა შემოაბრუნოთ, გეხებათ იმათ, ვისაც კი ბატონო ოჯახი გყავდათ, ანუ ერთ-ერთი სიტუაცია არის განქორწინებული, აი ამის თქმა მინდა რა, შეიძლება ორივე, მაგრამ ერთი ყველა ვარიანტი. აი როგორ ენატრებით, ჩემი ქურუმი, როგორ არის, ნეტა რა შვება, როგორ მენატრება მასთან გატარებული აი ეს პერიოდები, აი ეს ლამაზი სიტუაციები, ძალიან ცუდად არის. იცით რამ ხელა ძალას აძლევდით, გამოფიტულია. ქურუმი ხართ თქვენთვის. ქურუმი რა არის? ვერ შორდებიან, ქურუმ ქალებს ვერ შორდებიან, ხო იცით? პირადი გაშლებიდან ეხა ვინც არის ჩემთან კონსულტაციებზე, კი მიხვდება, სულ ამას ვიძახი ხოლმე, რომ ქურუმს ვერ ივიწყებს კაცი. არა, იმიტომ რომ ის ქორწინებაში იმყოფებოდა დროს, არა, ეგ არაფერ შუაში არ არის, ასევე შეიძლება კოლეგებიც მიყურებდეთ, ჩემო ძვირფასებო. არ არის გამორიცხული ზოგი ეზოთერიკაში ჩახედული, ზოგი ტაროლოგი მიყურებდეთ, როგორც ქურუმი, მაგრამ ყველაზე მთავარი განქორწინებაში მყოფი, ან ნუ ყავდა კი ბატონო პარტნიორი, კარგად გავლილი ცხოვრება რო აქვს, ზუსტად იცის მამაკაც რა სიამოვნებს და რა არა. ამიტომ ქურუმ ქალსგან დაშორება არ უყვართ. იშვიათად რომ ქურუმს დაშორდნენ, იმიტომ რომ ქურუმი ძალიან დიდ ენერგიას აძლევს მათ, მიხვდით? პლუს ამას ძალა აგერ აი ჩვენი არკანი და აი შუაში აქ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღება. სწრაფი გადაწყვეტილება მიიღება, არ ვიცი, თქვენგან არ მგონია, ქალბატონებისგან უფრო არ მგონია, აქ მამაკაცი წამოვა. აი ამ შიშებს გადალახავს და ამის ტვინი, იმიტომ გეუბნებით, ტვინი გავხსნათ. გეუბნებით, ლოცვებით ტვინი რო გაიხსნება, ჩემო ძვირფასებო და წმენდებით, აი ეს აი თვითონ პიროვნულად ნახავთ თქვენ თვითონვე რამ ხელა შედეგი ეხა. ცუდად არ ვიძახი, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არავის არ განვიკითხა, მაგრამ ერთი რიტუალი და ორი რო წერენ, აი 24 საათში მოგიბრუნებ. 24 საათში მოგიბრუნოს და მე ორ დღეში წავიდეს, ესე გინდათ? ჯერ ძალით რა შეგჭირდება, ჯერ უნდა გავიგოთ თქვენი არის თუ არა. პირველი რასაც ვაკეთებ კონსულტაციის დროს, ვისაც დახმარება ჭირდება, ხო, წმენდებით და ლოცვებით, ჯერ ვნახულობ მისია თუ არა, ხო? რომ დავიწყოთ, გვიღირს თუ არა, ამიტომ ძალით მოაბრუნო ადამიანი და ორ დღეში უკან გავარდეს, მაინც წავა, მიხვდით? და ტყუილად ხრით კიდე იმას, რაც აწყვეთ თანხებს. და როგორ არისო თქვენოთ, ნახეთ რა ცუდად არის, არ არის გამორიცხული აქ.
მოიწეროს, რომ სუდათავარ და მენატრები და შენთან მინდა. როგორ არის თქვენოთ? არ ვიცი, იმ დღესაც სულ მთვარის არკანი მეფიქრობ ღამის საათებში შეხვდებით ერთმანეთს, ღამე მოხდება თქვენი ასე ვთქვათ ერთმანეთთან შეხვედრა, შემთხვევით მოხდება რა მოხდება, იმიტომ რომ +300 მთვარის არკანი +300 ნახეთ ეტლი აქ ეხა რაიდერში ეტლი კი ბატონო გაჩერებულია რაიდერში რომ ამოსულიყო ვიტყოდი რომ ჯერ არ ვიცით როდის წამოვა, მაგრამ აჰა აი როგორ არის თქვენოთ მოქრის რა დროს მოვა კაცმარიც არ ვიცი შეიძლება ზოგთან სამსახურში მოგაკითხოთ ზოგს ახლთან მოგაკითხოთ ვისგანაც იცი ზოგს დაგირეკოთ ანუ პირდაპირ ქმედებაზე გადავა იმიტომ რომ აქ ისეთი ჩხუბი და რომ მტრიალი და ყალმაყალი მოხდა რომ ეს ფიზიკურად ამას არ მოსასვლელი პირი არ აქვს ამიტომ პირდაპირ ჯობი ამოვიდეს ვიდრე რამე მოიწეროს და კიდე თავი დაიმციროს უარესად ნახოთ როგორ არის თქვენოთ კიდე ერთხელ და გადავდივარ მე რაც მოიმოქმედებს მუშაობს. აი, მუშაობის პროცესია. ეს აუცილებლად მოიმოქმედებს და აგერ უკან მაგი. манипуляციები ჩემო ძვირფასებო, გააგრძელეთ როგორც ხართ ჩუმად. აი ესე უნდა მოვარდეს. აი ესე უნდა მოვიყვანოთ ეს ადამიანი. აი როგორ არის თქვენით. ერთსულია კვერთხებშია. ამას უთქვენოდ არ შეუძლიათ იდეალური შერწყმა იყო, როგორც სექსუალური კუთხით, ასევე ხასიათების მხრივ. უბრალოდ რა მოხდა, ნახეთ, აი უცბად რომ რაღაც პატარა რამეზე პატარა ბავშვით რო გავბრაზდებით ვიჩხუბებთ იმას მერე რომ მეორე წუთას რაღაცა ახალი მოყვება მერე ვთქვათ აი გვინდა რომ რაღაცა დავაბალანსოთ მაგრამ იმ საუბარში კიდე ვიჩხუბებთ მივხვდით რა მოხდა რამდენიმე დღე მიყვა აი რამდენიმე დღე მიყვა და ეხლა ამას ჭირდება ცოტა პერიოდი რომ ჩაჯდეს ურთიერთობა მაგრამ კიდე ვიმეორებ აქ მამაკაცებს პრობლემები აქვთ გონებას სიტუაციები არ მომწონს და ჯობია რა ვიცი მე გირჩევთ რომ პირდაპირ პირად გაშლაში გადმოხვიდეთ აი ამ სკროლებს და აი ამ უყურებებს შეგიძლიათ ერთ პირადი გაშლა გააკეთოთ ის მაინც გეცოდინება თქვენია თუ არა ადამიანი და გიღირთ თუ არა რაიმის გაკეთება თორე აგერ კარგად ხედავთ არც რეკლამა იმ დღეს მეუბნებოდა ერთი პაციენტი კონსულტაციაზე რომ არც რეკლამის ახლა რაღაცა ლამაზი მეებს რომ დებენ რაღაცა ეს პეპლები და არაფერს არ ვდებ არ მაქვს ჩემო საყვარლებო დრო და ნეტა მეთქი რა კონსულტაციების ეხაც მინდები აი ეს რაც მაქვს უკვე ჩანიშნული და რასაც მიუყვები და ტაროს მოსწავლები ნეტა ამას გაუმკლავდი ხო ამის ძალა მომცეს უფალმა და სამყარომ თორე ეხლა მე მაგის დრო არ მაქვს ნამდვილად რეკლამებს ვერსად ვერ დავდებ აი ესე ვიდეოებს გიტვირთავთ საჯაროზე რომ მესმის ვისაც არ გაქვთ საშუალება რომ პირადი კონსულტაცია ჩანიშნოთ მაგრამ რა ვიცი აი აქ ეხლა მე რასაც ხედავ აი აქ მე რა სიტუაციასაც ხედავ კი ბატონო ის მამაკაცი მოქრის ეს სიტუაციებში შეცვლის ძალიან არის გაბრაზებული ეხლა ამას მიყევით რა 2-3 დღე რო იყო მიყვა და გაიბუტა, გაიბუსხა და უცბად ნელ-ნელა ცოტა დაშორდით. მაგრამ კიდევ ვიმეორებ დახმარება შეგვიძლია. კი ბატონო, ეხა ვინც ფიქრობთ და დარწმუნებული ხართ, რომ მესამე პირიც არის, კი ბატონო, მესამე პირზეც მუშაობთ. ამიტომ ყველაფერს ჯობია პირადში მომწეროთ. ნომერი TikTok-ზე როდესაც ავტვირთავ ვიდეოს იქ პირადში უნდა მომწეროთ, YouTube-ზე როდესაც ვტვირთავ იქ დაბლა ტელეფონის ნომერი ამითითებული და რას მოიმოქმედებს. შეხედეთ მოიმოქმედებს კი არა ორ-ორი მეფე შეხედეთ ზოგს მეორეთა ყვანისმცემელიც გყავთ როგორ ჩანს როგორ მუშაობს ამ საკითხზე ნახეთ ამ კითხვას კიდე დავსვავ მაგრამ აი რაც მოიმოქმედებს თავიდან დაწყებას შემოგთავაზებთ ჩემო ძვირფასებო მესიჯს მოგწერთ ან დაგირეკავთ ან სამსახურში მოგაკითხავთ და იმას იზავს ახლიდან შემოგთავაზებთ ყველაფრის დაწყებას. ნახოთ, რას მოიმოქმედებს. რაც საინტერესოა, რას მოიმოქმედებს. ახალი ფურცელი, კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ განდეგილში ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულად არის და გაიპარასავით ურთიერთობიდან რაღაცაში ორ შეთანხმდით. ახალი ფურცლიდან დაიწყებს ეს რაღაცას თქვენთან. ნახოთ ეხა წლის ბორბალსაც ვკითხოთ რას მოქმედებს. და მე უნდა დავასრულო, მე მოსწავლე, მე ასე ვთქვათ წმენდები და ფიზიკურად მე ცოტა დავიძინო ხო 2-3 საათი რას მოიმოქმედებს.
კიდე ერთი შანსი რაღაცა იქნება. რაღაცა იქნება. მიუხედავად იმისა, კი ბატონო, რომ გული ძალიან გაქვთ გატეხილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე გაიარეთ, ეხა რთული იმპერატორია ჩემო ძვირფასებო. იმპერატორია, კი ბატონო, ურთიერთობა ნახევარზე მეტად ფაქტიურად დასრულებულია, ეხლა რაიდერით კიდე უნდა დავაზუსტო სწორას მოიმოქმედებს. აქ ისეთ საშინელი არკანები ამომდის, აქაც გამორიცხო მაგიის ქვეშ იყოს ადამიანი ან ვიღაცის ზემოქმედების ქვეშ, აი ვიღაცა რო იტყვის, რომ რა თქინდა ესეთი, ხო ხვდებით, მაგრამ იმპერატორია, მონატრება აქ ძალიან დიდი, ესეთი არ შეგეშვებათ. მოდი კიდე ერთხელ ვკითხოთ, არ მინდა რომ ცხრიანი და ათიანი ხმებში დავამთავროთ, რას მოიმოქმედებს. რა არის იმი? ჯერ ხო გითვალთვალებთ. მოიწერება ეს, ჯერ ხო გითვალთვალებთ, არ ვიცი, ყველა სოციალურ ქსელში. მუშაობს. აი პირდაპირ გეუბნებით ამ საკითხზე მუშაობს ჩემო ძვირფასებო. ამიტომ აი ამაზე რომ დასრულდება, რაღაცა მოვა, რაღაცა არ ვიცი, ბუდიში მოიხდეს, რას მოიხდეს, აი შეხედეთ. 6-იან კურთხებში თქვენ გამარჯვებული გამოდიხართ. ამიტომ ცოტა ხანი ვადროვოთ ჩემო ძვირფასებო. ეხლა ამ ადამიანს ვადროვოთ როგორ? კიდევ ვიმეორებ, ვადროვოთ იმას არ ნიშნავს, რომ არ ვინძრევით და არ წერთ არაფერს. ნახეთ, პრეტენზიები რო გაქვთ ხოლმე, რომ აი ესე და არ გამოჩნდა, არა. გააკეთეთ თქვენ რამე? დაეხმარეთ? დახმარება, მაგია არაფერს არ შეა, მაგია დახმარება. დახმარება სხვა რამეა, მაგია სხვა რამეა. პირიქით, ეს ადამიანი მე ვფიქრობ, რომ მაგიის ქვეშ უფრო არის. და თქვენი დახმარება ჭირდება, ამიტომ გონება გავუხსნათ, დავეხმაროთ ამ ადამიანს, თქვენც დაისვენებთ, ჩემო ძვირფასებო, თქვენც აი ესე გულს და იცით როგორი უძილო ღამეები გაქვთ თქვენც დამასაც? აი გული რო დამძიმებულია, დილა რო თენდება და უკვე რო დამძიმებულები იყოთ. აი ესეთ ენერგიებში გიყურებთ ჩემო ძვირფასებო. ამიტომ რატო იტანჯავთ თავს? დავეხმაროთ ამ ადამიანს, არ ჯობია? ბეტვინი გაუწმინდეთ, გონება გაუწმინდეთ, რაც შეგვეძლება დავეხმაროთ და ნელ-ნელა უკვე თვითონაც მოვა გონს და თქვენც ესე ვთქვათ აღარ იქნებით. იმით იცით რა არის? განა ვინმის გამო უნდა გააკეთოთ. თქვენს გამო. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ცუდად ხართ, თუ თქვენ განიცდით, რომ ამ ადამიანის გარეშე ცუდად ხართ და არც ერთი არ გადიხართ ერთმანეთთან კონტაქტში, მაშინ უნდა დაეხმაროთ. კიდევ ვიმეორებ, აი ესე ყოველდღიურად მესიჯობით ადამიანს უფრო აღიზიანებს, მიხვდით? ამიტომ აი ამ გაყიზიანებას, აი მესიჯებს ჯობია დაეხმაროთ, ჯობია რაღაცა გაიღოთ, მით უმეტეს არ არის ხა რაღაცა საგანგაშო იმ ხელათანხები, რომ რაღაცა დაგენანოთ ხო ადამიანებს. ამიტომ ჯერ ის რომ პირად ურთიერთობაში არ უნდა დაგენანოთ. ელემენტარულს გეტყვით. მე მყავს წმენდებზე ადამიანები და მამაკაცებს ვეხმარებით ტვინის გასუფთავებაში, გინდათ ხალბატონებს, რომლებსაც თქვენ გონიათ რა, ან ურთიერთობა გქონდათ და რამე? არა. უბრალოდ რო უყვარს, როგორც ადამიანი ისე უყვარს და უნდა რომ დაეხმაროს. აი ესეთებიც ხარ, ჩემო ძვირფასებო, ზუსტად მიხვდებიან ვიზზე ვსაუბრობ. ამიტომ თქვენ მით უმეტეს ვისაც ურთიერთობა გქონდათ სექსუალური და აქ რასაც ხედავ, ასეთი მიზიდულობა იყო, ეცე მარტივად როგორ ეგუებით ყველაფერს. კიდევ მეორე მარტო მიზეზი ნუგონიათ და მარტო იმას მოიძახთ, რომ არა მე არ მივწერა, მე მივწერო, მე თქვენ გეუბნებით რომ მიწერეთ. ჯერ ერთი სანამ პირადი კონსულტაცია არ გვექნება, მაინც არ გეტყვით მიწეროთ თუ არ მიწეროთ და მერე ის რომ მე მაგას არ გულისხმობ, მე გულისხმობ აქ სხვა დახმარებას. წმენდებს უგულისხმობ, ლოცვებს გულისხმობ, რიტუალებს გულისხმობ, რომ ადამიანი აი ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ამიტომ სწორად მინდა გაიგოთ, მიხვდით? თუ გიღირთ, უნდა გაკეთდეს, მაგრამ რო გვიღირდეს, ამაზეც პირადი კონსულტაცია გჭირდება. არის თუ არა თქვენი ეს ადამიანი. ამიტომ მეტის თქმა არ შემიძლია, მართლა ძალიან დავიღალე, ფაქტიურად ხმა არ მაქვს ხოლმე ჯერ ისედაც და დანარჩენი დეტალები, აი ყველაფერი, კი ბატონო, პირადში დამტოვით შეტყობინება, TikTok-ს გულისხმობ, YouTube-ზე ნომერი დევს ქვეშ და დამიკავშირდებიან ლინკი იმის ვიდეოს ბოლოს და ასევე TikTok-ზე პირადში რომ მომწერთ, პირდაპირ მისჩვენია ტელეფონის ნომერი, მომწეროთ და WhatsApp-ზე დაგამატებთ. კარგით? ეხლა დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს ჩემგან. ქედის მოხრით, მართლა, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და თქვენით ვამაყობ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს იმ მადლიერებისთვის, რასაც ჩემს მიმართ ესე იმეტებთ და რა თქმა უნდა, აი თითოეულ სიტყვიდან დაწყებული იმ მადლიერებამდე დამთავრებული ჩემთვის ყველაფერი ძვირფასია, ჩემო ძვირფასებო, თქვენგან კარგი რაც მესმის. კარგი ყველაფერი ძვირფასია და ვაფასებ ამ ყველაფერს.
ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო დროებით.